მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტა რო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება, როდის იქნება ახალი ნაცნობობა, ვისთან და რისთვის შემოვა ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში. დღეს გვაქვს სამპოზიციანი გაშლა, თქვენს წინაშე არის პოზიციები. აირჩიეთ ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით, თუ მალე ვერ არჩევთ პოზიციას, შეგიძლიათ ვიდეო გააჩეროთ და მზად რომ იქნებით შემდეგ განაგცოთ ყურება. ასევე შეგახსენებთ, რომ ჩაწერილ ვიდეოებს შეგიძლიათ უყუროთ ხოლმე, რადგან ვიდეო მაშინ იწყებს რეზონირებას, როდესაც მას ჩართავთ და მოусმენთ და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ის, როდის არის საიტზე განთავსებული. დავიწყოთ პირველი პოზიციის განხილვით და ვნახოთ, როდის იქნება ახალი ნაცნობობა თქვენს ცხოვრებაში. აქ მოდის თქვენს პოზიციაზე ასეთი ინფორმაცია, რომ თქვენ ამ პიროვნებას გაიცნობთ მაშინ, როდესაც დააპირებთ სადმე გამგზავრებას, ეს შეიძლება იყოს სამოგზაურო წასვლა, ეს შეიძლება იყოს სხვა ქალაქში სტუმრად წასვლა. ყოველ შემთხვევაში ეს არის შორი მანძილი, შეიძლება გზის პერიოდში გაიცნოთ ეს პიროვნება უშუალოდ, ან სადაც წახვალთ იმ ტერიტორიაზე, იმ ქალაქში მოხდეს ამ ადამიანთან ნაცნობობა. უახლოეს პერიოდში თუ გაქვთ დაგეგმილი შვებულება, დაგეგმილი გაქვთ სადმე სტუმრად წასვლა, დაგეგმილი გაქვთ სადმე მოგზაურობა, ქვეყნის შეცვლა, გადაადგილება, აქტივობა, აქ გელოდებათ ახალი ნაცნობობა. და სხვათა შორის ამ პიროვნებასთან გექნებათ თავიდანვე ისეთი მომენტი, რომ ამ ადამიანს ფრენდ ზონაში არ ამყოფებთ, დაინახავთ თუ არა, მიხვდებით, რომ ამ პიროვნებასთან შეიძლება უფრო მეტი კომუნიკაცია შედგეს, ვიდრე უბრალოდ ეს მეგობრობა. თავიდანვე მოგეწონებათ ერთმანეთი, თქვენც საკმაოდ იგრძნობთ, რომ მის მიმართ გაქვთ რაღაც ნაპერწკალი, ფლირტის სურვილი გექნებათ, მაშინვე ისეთ ენერგიაში შეხვალთ, როდესაც უკვე გაცნობიერებულად გრძნობთ, რომ ამ პიროვნებასთან არ არის ეს ფრენდ ზონა და არც გენდომებათ, რომ იყოს ფრენდ ზონით დაწყებული ურთიერთობა და მაშინვე რაღაც ენერგიას იგრძნობთ ამ პიროვნებასთან. შეიძლება ვიზუალურად ძალიან მოგეწონოთ, შეიძლება დიალოგში ძალიან მოგეწონოთ, რაღაც თქვენ შორის მაშინვე გაჩნდება ესეთი მუხტი, განსაკუთრებული ენერგია, განსაკუთრებული შეგრძნება. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ამ პიროვნებასთან იქნება კიდევ ესეთი მომენტი, რომ შეიძლება ცოტათი მეტი კომუნიკაციის საშუალება გქონდეთ, მაგრამ განგებ თავი შეიკავოთ, ინიციატივები მას გადააბაროთ, დააკვირდეთ თვითონ რას მოიმოქმედებს და ცოტათი მორცხვი ადამიანის პოზიციაში დარჩეთ ამ ადამიანთან. ან შეიძლება წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, არ გინდათ რომ აქტიუროთ და გინდათ რომ თქვენი პარტნიორი იყოს უფრო წამყვანი პოზიციის მატარებელი ახალ ურთიერთობაში. ახლა ვნახოთ ვისთან გელით კონკრეტულად როგორი ადამიანი არის, ვისთან გელით ეს ნაცნობობა. თქვენს პოზიციაზე მოდის კვერთხების მეფე. აქ პირდაპირ ამ პიროვნებას შეიძლება კონდეს ესეთი ფიზიკური დამახასიათებელი ნიშანი იყოს ის, რომ არის ძალიან სპორტული აღნაგობის, ან რამე სპორტს მისდევდეს, ან კარიერა ჰქონდეს ამ მიმართულებით, ყოველ შემთხვევაში რომ დაინახოთ, მიხვდებით, რომ ეს ადამიანი ძალიან სპორტული არის, ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს, აქტიური არის ეს პიროვნება. კვერთხების მეფე ასევე მიგვანიშნებს ზოდიაქოზე, რომელიც არის ვერძი, ლომი, ან შულდოსანი, ცეცხლის ტიკის წარმომადგენელი არის ეს პიროვნება. მას აქვს უფრო შედარებით ან ქერა, ან ღია ფერის თმა. ეს ადამიანი შავგვრომანი არ არის და საკმაოდ ესეთი განსაკუთრებული ჩაცმის სტილით შეიძლება იყოს გამორჩეული, რაღაც თვალში მოხვდებათ თავიდანვე ეს ადამიანი ძალიან დაგაინტერესებთ. სხვათა შორის აქ თქვენთან მოდის ადამიანი, რომელსაც აქვს ბევრი ჰობი, ბევრი განსხვავებული მიმართულებები, შეიძლება აქტიურად უსმენდეს მუსიკებს,
რაღაც ან სპორტულიც იყოს და ხელოვნებასთანაც კავშირში იყოს და კარგად ესმოდეს ეს საკითხი, ან თვითონ იყოს ესეთი ხელოვანი ადამიანიც, აქაც შეიძლება ესეც მოვიაზროთ და სხვათა შორის ეს თქვენი სურვილი რომ იყოს თვითონ აქტიური და თქვენ შედარებით პასიური, ეს აბსოლუტურად გაამართლებს, რადგან თვითონ საკმაოდ შენიშნავთ, რომ შეეცდება, რომ თქვენს გარშემო იტრიალოს, სულ თქვენს გვერდით იყოს, რაღაც სადმე თუ გადაადგილდებით, მიხვდებით, რომ ყურადღებას გაქცევთ, გაკვირდებათ, აქტიურად ცდილობს, რომ დიალოგი თვითონ დაიწყოს. თვითონ ექნება ის ინიციატივა, რომ ან თქვენი საკონტაქტო ინფორმაციები მოაგროვოს სოციალურ ქსელებში თვითონ მოგძებნოთ. აი რაღაცა ინიციატივიანი არის, საკმაოდ კომუნიკაბელური არის, გახსნილი ადამიანი არის და აი ესეთი სასიამოვნო ენერგიის მატარებელი არის. სხვათა შორის მისი მხრიდანაც რაღაც ძალიან ესეთი მუხტი წამოვა, რომ არც ეს ამ ადამიანს არ ენდომება ნამდვილად, რომ პირდაპირ ფრენდ-ზონით დაიწყოს ეს ურთიერთობა და პირდაპირ გექნებათ ისეთი სიტუაციები, სადაც მიხვდებით, რომ ერთმანეთს ევფლირტავებით. და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავიგოთ, ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში რისთვის შემოვა. ნახეთ რა მშვენიერი არკანები გვაქვს აქ, სხვათა შორის ძალიან სერიოზული ურთიერთობის პერსპექტივები არის. ეს ადამიანი სერიოზულად იქნება განწყობილი თქვენს მიმართ, აქ ადამიანს აღარ სურს რაღაც ერთჯერადი ურთიერთობები, გართობა უბრალოდ რაღაც შეეცდება, რომ მეტად დაგიახლოვდეთ და პერსპექტივებში ამ პიროვნებას უკვე აქვს ჩამოყალიბებული, რომ უკვე სერიოზული ურთიერთობა სურს და მზად არის ამისთვის, თქვენ აბსოლუტურად აკმაყოფილებთ ამ ასე ვთქვათ, ქალის იდეალს. უბრალოდ აქ არის პატარა აი ასეთი არკანი, რომელიც ცოტა სხვა არკანებთან შედარებით პატარა ნეგატივის მატარებელი არის და ამასაც ავღწერ თუ რატომ. აქ შეიძლება აი ამ პროცესში თქვენ ან ახალი გამოსული იყოთ ურთიერთობიდან და რაღაც მომენტში წარსულ პარტნიორთან ბოლომდე არ გქონდეთ დავა ან კონფლიქტი დამთავრებული, ან შეიძლება ამ პიროვნებას გქონდეს რაღაც ისეთი მომენტი, რომ დროდადრო მისი წარსულიდან მოდიოდეს რაღაც შეტევები და შემოტევები იმ პიროვნებისგან, უბრალოდ რომელთანაც რაღაც სახის ურთიერთობა ჰქონდა და შეიძლება მასთან ურთიერთობის დროს გაჩნდეს ისეთი საკითხები, რომ თავიდან ამ პიროვნებამ არ თქვას, რომ ან წინა ურთიერთობიდან შვილი ჰყავს, ან წინა ურთიერთობა ესეთი სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა, თანაცხოვრება ჰქონდა, თავიდანვე ეს რაღაც დეტალები მაშინვე არ გააჟღეროთ ერთმანეთთან და დროთა მანძილზე აი ეს მომენტები, ეს სერიოზული საკითხები გაგიმშღავნოთ და შეიძლება ცოტათი უსიამოვნო ეფექტი ჰქონდეს ამ ყველაფერს. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ მუდმივად გააფუჭებს თქვენ შორის კომუნიკაციას, უბრალოდ აი რაღაცა ემოცია მაინც გექნებათ ამ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება მხელვარება მოგემატოთ, ან ცოტა შიში გაგიჩნდეთ, როგორ იქნება, რა იქნება, მაგრამ ამ ყველაფერსაც გადალახავთ. ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში მოდის სერიოზული განზრახვით, სერიოზული პერსპექტივით, მისი დაინტერესება არის მზარდი თქვენს მიმართ და ასევე მისი ნაბიჯები უკვე გადმოდგმული არის, უბრალოდ გადმოდგავს თქვენთან იმ კუთხით, რომ თქვენთან მყარი ესეთი სერიოზული ურთიერთობა დაამყაროს. დაგემშვიდობებით პირველებო და ჩვენ გადავიდეთ მეორე პოზიციის განხილვაზე. მოგესალმებით მეორეებო და გავიგოთ ასეთი რამ. როდის იქნება ახალი ნაცნობობა თქვენს შემთხვევაში. ამ პოზიციას ავიღებ, რომ არ შეგვიშალოს ხელი. და გავიგოთ, როდის იქნება ახალი ნაცნობობა. აქ სხვათა შორის თქვენს პოზიციაზე მოდის ესეთი ინფორმაცია, რომ შეიძლება უახლოეს პერიოდში წახვიდეთ ან თქვენი ნათესავის, ან თქვენი ახლობლის, ან თქვენი უახლოესი მეგობრის ქორწილში. თუ დაპატიჟებული ხართ და უკვე იცით რაღაც თარიღი, რომ მიდიხართ ქორწილში, იცოდეთ, რომ იქ ახალი ნაცნობობა გელოდებათ, საკმაოდ ესეთი მოახლოებული თარიღი თუ არის.
და შეიძლება აქ ჩავთვალოთ, თუ მაინც ქორწილის საკითხი არ დგას, შეიძლება ჩავთვალოთ აქ, რომ წახვიდეთ სადმე ესეთ მასშტაბიან, ფართო მასშტაბიან სუფრაზე, სადაც რაღაც ხინის და რაღაც მნიშვნელოვანი კარგი დეტალების აღნიშვნა იქნება. ოღონდ ეს არ არის თქვენი დაბადების დღე, ეს არ არის თქმა უნდა ისეთი მომენტი, რომ თქვენ რაღაც სუფრას გეგმავდეთ და შემთხვევით მოვიდეს მეგობრის მეგობარი და ისეთი ნაცნობობა შედგეს, არა, აქ სადღაც თქვენ ხართ დაპატიჟებული, დაგპატიჟებენ და ასეთ სიტუაციაში მოხდება ახალი ნაცნობობა. ასეთ სიტუაციაში შემოდის თქვენ ცხოვრებაში ახალი პიროვნება. მოდი ახლა გავიგოთ, ვისთან იქნება ეს ნაცნობობა, როგორი ადამიანი არის, ვინ არის. იქ გითხარით, რომ ახლო პერიოდში იქნება ახალი ნაცნობობა რაღაც სუფრასთან დაკავშირებით და აქ ამოდის ესეთი სიტუაცია, რომ ამ პიროვნებას გაიცნობთ თქვენი დაქალების ან თქვენი საახლობლო ქალბატონების მეშვეობით. ეს არის ორი პიროვნება, ორი ქალბატონი, რომელიც იქნება თქვენი საერთო ნაცნობი. ესეთი სიტუაცია გაქვთ თქვენ. სხვათა შორის ვისთან? ახლა ავწეროთ პიროვნება. საკმაოდ სიტყვაც უმწი იქნება თავიდან. შეიძლება სანამ იქ დროს გაატარებთ და იქ იტრიალებთ, დიდად ვერ მიხვდეთ, რომ ეს ადამიანი გაკვირდებოდა თან თქვენს მიმართ რაიმე ინიციატივებს იჩენდა, რაღაც გაგრძელება ექნება, ამ ყველაფერს ვერ წარმოიდგენთ, იმიტომ რომ დიდად არ შეიმჩნევს, ანუ დაგინახე და მაშინვე ინიციატივებით განვეწყე და თავს იმის უფლებას ვაძლევ, რომ პირდაპირ კომუნიკაციაში შემოვიდე, რაღაც აქტივობებში ჩავება, ესეთი სიტუაცია არ გექნებათ. ანუ შეიძლება პიროვნება გაიცნოთ და მით როგორი დაბეჭდილება დაგჭერთ, რომ რაღაცა სიტყვაც უმწია, რაღაცა მონაწილეობას არ იღებს, რაღაცა შეიძლება ხასიათზე არ იყოს იმ მომენტში და ესეთი პიროვნება დახურულ პიროვნებად მიიჩნიოთ. აი შეიძლება თქვენ მოგეწონოთ თავიდან, რაღაც მზერა დაიჭიროთ ამ ადამიანის, მერე თქვენს მეგობრებს ან გოგოებს იქ კითხოთ, რომ ვინ არის, მისით დაინტერესდეთ და ესეთი რაღაც ისტორია გითხრათ ამ პიროვნების შესახებ, რომ ამ პიროვნებას აქვს მოტოვებული რაღაც ურთიერთობა, აქაც სხვათა შორის ესეთი სიტუაცია მოდის, რომ შეიძლება ახალი განქორწინებული იყოს ეს ადამიანი, ან ახალი დაშორებული იყოს თავის პარტნიორს და რაღაც რეაბილიტაციის პერიოდი ჰქონდეს, ან რაღაც ისტორია გამჟღავნდეს და უცებ იქ სანაცნობო წრემ რაღაც დეტალები გაგანდოთ ამ პიროვნების შესახებ. ყოველ შემთხვევაში აქ პიროვნება არის საკმაოდ გულდახურული, ჩუმი და იმ წუთას თითქოს მზად არ იქნება, რომ კომუნიკაციაში ღიად შემოვიდეს, აი ესეთი შთაბეჭდილება დაგრჩებათ. აქ ინფორმაციას მის შესახებ იგებთ შუამავალი პიროვნებების მხრიდან. შეიძლება ეს ზუსტად ამ ორი ქალბატონის მეშვეობით რაღაც დაგეგმილი იყოს და უნდათ რომ გაგაცნოთ ეს ადამიანი მოიწადინონ ამ პიროვნებებმა, რომ დაახლოვდეთ, რაღაცა ეცადონ, რაღაცაში მონაწილეობა მიიღონ, ესეც შეიძლება იყოს მიმანიშნებელი ფაქტორი, ვისთან იქნება ეს კომუნიკაცია. გავიგოთ ახლა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში რისთვის შემოვა, რისთვის მოდის. სხვათა შორის აქ ვერ გეტყვით, რომ თავიდანვე ესეთი სწრაფი ტემპით აიწყობა ურთიერთობა, აქ შეიძლება თავიდანვე იფიქროთ, რომ თუ მას ახალი ურთიერთობა აქვს უკან მოტოვებული, მე ესეთი პარტნიორი არ მინდა, რაღაცა უკან დახევა გქონდეთ ამ ადამიანთან, თქვენვე აირიდოთ მასთან კომუნიკაცია, ყველაფერს რომ გაიგებთ, რაღაც უკან დაიხიოთ, თავის შორს დაიჭიროთ, მაგრამ აქ მოდის ესეთი უცნაური ფაქტორი, რომ რაღაც გარკვეული დრო გავა ამ შეხვედრის შემდეგ. შეიძლება რამდენიმე თვეც გავიდეს ამ შეხვედრის შემდეგ და ეს ადამიანი უეცრად დაგეკონტაქტოთ და თქვენი მეგობრობა, თქვენი ნაცნობობა შემდეგ გაგრძელდეს, ვიდრე მაშინ, როდესაც ამ პიროვნებას გაიცნობთ. აი რისთვის შემოდის თქვენს ცხოვრებაში ეს ადამიანი? სხვათა შორის აქ თუ თქვენს ყავთ ისეთი კარმული ადამიანი,
რომელსაც ვერ ივიწყებთ, რომელთანაც რაღაც მომენტში ვერ დახურეთ ემოციური ფონი. აქ ძალიან კარგი პერსპექტივა არის, რომ დაეხმაროთ ერთმანეთს და მან თავისი წარსული პიროვნება დაივიწყოს, თქვენი კარმული ადამიანი გადაივიწყოთ და რაღაც ახალი ფლირტი და კომუნიკაცია შედგეს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ შემთხვევაში თქვენს პოზიციაზე მეორეებო ჯერჯერობით მაინც ისეთი გაშლა არის, რომ ეს ნაცნობობა დიდად ვერ ვიტყვი, რომ რაღაც სტატუსამდე მიგიყვანთ, უბრალოდ რაღაც სასიამოვნო პიროვნების და ახალი შეიძლება მეგობრის სახით მოვიდეს ეს ადამიანი, რომელთანაც უბუქი ფლირტი გექნებათ, მაგრამ დიდად განვითარებას არ მიყოთ ხელი, მაგრამ სანაცნობოდ და კომუნიკაციისთვის ეს ადამიანი ძალიან მოგეწონოთ და გააგრძელოთ მასთან გარკვეული სახის ურთიერთობა. დაგემშვიდობებით თქვენ. და ჩვენ გადავინაცვლოთ უკვე მესამე პოზიციის განხილვა დავიწყოთ. მოგესალმებით მესამეებო. და გავიგოთ ახლა თქვენ შემთხვევაში, როდის იქნება ახალი ნაცნობობა. ასევე გავიგოთ ვისთან და ასევე ვიგებთ რისთვის შემოვა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. როდის იქნება ახალი ნაცნობობა. აქ შეიძლება თქვენ ახალ სამსახურში გადახვიდეთ. ან სფერო შეიცვალოთ საქმიანობის. ან მოკლედ ესეთი სიტუაცია არის, თუ ახლა იცვლით სამსახურს, ან რაღაც ჰობი გაქვთ, სადაც გინდათ რომ ჩაეწეროთ, რაღაც სიახლეები წამოიწყოთ, რაღაც ახალს დაეუფლოთ, რაღაც შეისწავლოთ, ეს ნაცნობობა შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მოხდება ახალ შენობაში, სადაც დაიწყებთ ყოველდღიურ თუ არა აქტიურ მიმოსვლას, სიარულს. თუ სამსახურს იცვლით, შეიძლება აქ ჩავთვალოთ, რომ არის ახალი კოლეგა, სადაც ეს ნაცნობობა იქნება და გაგრძელდება, მაგრამ შეიძლება აქ იყოს ერთი ჩვეულებრივი დღე თქვენთვის. საკმაოდ ესეთი დატვირთული სამუშაო პერიოდი გქონდეთ, შემდგომ თქვენმა დაქალმა გითხრათ, რომ რაღაც განტვირთვა მინდა, მოდი ჩაიცვი, წავიდეთ სადმე, თქვენ იქნებით ძალიან დაღლილი, სამსახურთან დაკავშირებული ბევრი ხლაფორთები, ბევრი საქმეები გექნებათ, მაგრამ მაინც დაგიყოლიებთ ეს პიროვნება, სადღაც წახვალთ ღამის საათში, ეს შეიძლება იყოს ბარი, ეს შეიძლება იყოს კლუბი, ეს შეიძლება იყოს რაღაც ღამის გასეინება, ღამის საათები, სადაც რაღაც შეიძლება ალკოჰოლი მიიღოთ, ან რაღაცა განიტვირთოთ ერთად და იქ გაიცნოთ ეს პიროვნება. ყოველ შემთხვევაში რაღაც მოდის აქ ორი ვარიანტი, თუ ახლა იცვლით გარემო სამუშაო კუთხით ნაცნობობა აქ იქნება, თუ არა და სამსახურის შემდეგ ღამის საათებში, სადღაც ისეთ აქტიურ სივრცეში იქნება ეს ნაცნობობა. ახლა ვნახოთ ვისთან გელით ეს ყველაფერი. სხვათა შორის თქვენ შეიძლება საკმაოდ გაოცებულიც კი დარჩეთ, რადგან ამ პიროვნებას ან სადღაც იცნობდით. ან შეიძლება მის შესახებ რაღაც გაგიგიათ, იმიტომ რომ ინტერნეტ სივრცეში ან პოპულარული იყოს, ან ბლოგერი იყოს, ან რაღაც სფეროში პოპულარული იყოს, ან რაღაც სფეროში სადღაც მისი სტატია გაქვთ წაკითხული. ყოველ შემთხვევაში ეს პიროვნება შორიდან იცით ვინ არის, საკმაოდ ისეთი კარიერულად შემდგარი ადამიანი არის. საკმაოდ შეიძლება ცნობილიც იყოს, ან საჯარო პირი იყოს, ან იმის სფეროში იყოს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ცნობილი რა სფეროთ იცით თქვენ ინტერესდებით და ჰქონდეს მოპოვებული ხალხის აღიარება, ხალხის ასე ვთქვათ, პატივისცემა, საკმაოდ მიღებული პიროვნება იყოს და სასიამოვნო ნაცნობობა შედგეს თქვენ შორის, იმიტომ რომ ამ პიროვნებაზე იტყვით, რომ ვაი მე ვიცი, მისი სახელი გამიგია, მსმენია მის შესახებ და აი ეს მომენტები გექნებათ, რომ თუ ეს ადამიანი ჩემი დაინტერესდა, იმიტომ რომ საკმაოდ პოპულარული, განსაკუთრებული ადამიანი მოდის თქვენს ცხოვრებაში. აქ ზოდიაქოთი შეიძლება იყოს ჰაერის წარმომადგენელი, ტყუპები, სასწორი, მერწყული. და სხვათა შორის ვისთან გელით და აი ესეთ ადამიანთან, რომელიც არის საკმაოდ შემდგარი პიროვნება, კარიერულად შემდგარი. შეიძლება აქ ის მომენტიც გათამაშდეს, რომ
თქვენს ახალ მიზნებთან, ან თქვენს ახალ გეგმებთან, მან ისეთი ან რჩევა მოგცეთ, ან ისეთი სტიმული მოგცეთ, რომ თქვენს ფაქტიურად თქვენი ურთიერთობის საწყისი მაინც იქნება კარიერული დიალოგები. ყოველ შემთხვევაში ამ პიროვნების შესახებ საიდანღაც გსმენიათ, იცით ამ პიროვნების შესახებ, მაგრამ რა თქმა უნდა, პირისპირ ნაცნობობა შედგება აი ასეთ დროს. როდესაც თქვენ იქნებით თქვენს მეგობართან ერთად, ან ახალ სამსახურში. საინტერესოა. ძალიან. მოდი ახლა გავიგოთ, რისთვის შემოვა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. სხვათა შორის აქ თითქოს ერთ შეხედვით მიზეზი ის იქნება, რომ რაღაც თავისი რჩევები მოგცეთ რაღაც მომენტში, თავის გამოცდილებები გაგიზიაროთ, მაგრამ აქ ნამდვილად მოდის ამ პიროვნებისგან თქვენი მისამართით, არა მხოლოდ კოლეგიალური ან საქმიანი შეხვედრები, არამედ დროთა მანძილზე ამ პიროვნებასთან გექნება ძალიან დიდი ისეთი შეგრძნებები, რომ ამ ადამიანს პირდაპირ ღიად ექნება უბრალოდ თქვენთან გამოხატული დაინტერესება, რომ თქვენთან სურს ურთიერთობის დაწყება, ოღონდ შეიძლება აქ თავიდან ადამიანმა შემოგთავაზოთ ისეთი სიტუაცია, როდესაც იქნება ბევრი პაემანი, იქნება რაღაც ძალიან ისეთი ღიად აღიარებული მოწონება, იქნება მისგან კომპლიმენტები, იქნება მისგან ძალიან ისეთი ღიად გამოხატული ვნება, პირდაპირ გეტყვით, რომ მხოლოდ მეგობრობა თქვენთან არ უნდა, მეტი სურვილი აქვს, მაგრამ თავიდანვე ეს ადამიანი ცოტათი თავს ისე დაიჭერს, რომ კონკრეტიკას არ მოგცემთ. ანუ შეიძლება თავისუფალი ურთიერთობა შემოგთავაზოთ ამ პიროვნებამ, ან მოვიდეს ისეთ სიტუაციით, რომ მაქვს შენთან ესეთი ვნება, მაქვს შენთან მიზიდულობა, მაქვს შენთან ენერგიული, ასე ვთქვათ, ბმა, ძალიან მომწონხარ და დრო გუჩვენებს, როგორ ურთიერთობაში შევალ, არ მინდა რომ ავჩქარდეთ. თუ თქვენს ვთქვათ ასეთი ურთიერთობისთვის იქნებით მზად, შეგიძლიათ რომ მასთან დაიწყოთ ურთიერთობა, რომელიც მზარდი არის სხვათა შორის, თავიდან შეიძლება პატარა ორჭოფობები გქონდეთ, მაგრამ ამ პიროვნებას აქვს იმის ძალა, რომ უბრალოდ მონდომება, რომ ეს ასე ვთქვათ, თქვენი ორჭოფობა გაანეიტრალოს და ეტაპობრივად წინ გადაინაცვლოთ, მაგრამ თავიდანვე ესეთი დაფიქსირება არ იქნება, რომ ვართ ერთად სტატუსში, უბრალოდ ამ პიროვნების მხრიდან მაინც იქნება იმის მოწოდება, რომ ვცადოთ და ამ ადამიანისგან იქნება ძალიან ესეთი თავდაჯერებულობა და ესეთი მუხტი, რომ ამ სიტუაციაში შეიძლება თქვენც ვერ მიხვდეთ, ისე აგიყოლიოთ და ამ ურთიერთობაში შეხვიდეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მერე ურთიერთობა განვითარებისკენ წავიდეს. აი ესეთი რაღაც ქარცეცხლიანი, უცნაური და საინტერესო თავგადასავალი გელით წინ. მე დაგემშვიდობებით, ყველა წარმატებებს გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.